ჩიას არეკლამებენ როგორც ომეგა-3-ის და ბოჭკოების საოცარ წყაროდ. ნამდვილად საოცარია, იმიტომ რომ უცნაურად გარდაიქმნება მისი ბოჭკო საკმაოდ უცნაურ ბლანტ წებოვან კონსისტენციაში, რომელიც ნაწლავებს ედება ცუდად სხვათა შორის. უკვე ამითი აღეზიანებს ნაწლავებს და მეორეს მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავებში საცობივით რაღაცა თუ გაჭრიან ხოლმე რაღაც საკმაოდ საზიზღარი რაღაც წარმონაქმნი საცობივით. ჩიას ბოჭკო. ასევე ჩიას მონელების და გადანელების პროცესში ნაწლავებში წარმოიქმნება უზარმაზარი რაოდენობით აირები. შედეგად ღებულობთ საცობებს და აირებს საცობებს შორით. ეს იწვევს თავიდან მხოლოდ მიკრობიომის დარღვევას ლოკალურად, თან სერიოზულს არა დარღვევას და თუ მამაკაცები განსაკუთრებით პოტენციისთვის საოცარი ჩია პოტენციისთვის ან სხვა რამისთვის ქალები ცხოთ შორის არის რა ვიცი მათაც ხო უნდათ ეს ახალგაზრდობა და ვითომ ახალგაზრდავების ვითომ ენერგიაზე მოსulis თვის ჭამენ კაცო ამ ჩიას უჭათი ხო და ნუ თანდათან დღითი დღე მატულობს პრობლემა და ძალიან ხშირად ოპერაციამდე მიდის ნაწლავის გადახლართვა, ბრმა ნაწლავის შეტევა სხვათა შორის. აღარ ვსაუბრობ იქ, რომ ნაღველი ვერ გადმოდის ნაღლის ბუშტიდან, ეს კიდე დამატებით პრობლემას ქმნის, საკვერცხეებზე აწვება ქალებს, ფილტვებს და გულსაწვებას გადაბერილი ნაწლავები და არიან ესე ბედნიერად. მაგრამ მაინც აგრძელებენ ჩიას ჭამას, იმიტომ რომ ნუ ესე ამბობენ, ესე არეკლამებენ, რომ ჩია თურმე არის სუპერ საკვები. ჩია შველის ყველაფერს. ნუ, ვისაც გჯერათ გააგრძელეთ და ვისაც გააჩნია კრიტიკული აზროვნება, არ ჭამოთ ჩია, იყავით ბედნიერნი და ჯანმრთელნი.